სამართლიანობა თუ შურისძიება ამ სათაურით აქვეყნებენ სტატიას New York Times-ში საქართველოში აკრედიტებული ყოფილი ელჩები საქართველოში დემოკრატიული მონოპოვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სააკაშვილის მთავრობის მაღალი რანგის ჩინოვნიკების დაპატიმრებათა ტალღამ იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია. წერენ ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოსა და სომხეთში დენის ტორბოი და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები უილიამ კორტნი და კენეთ იალოვიცი. მათი შეფასებით დაპატიმრებების დიდმა მასშტაბებმა და ბუნდოვანმა სასამართლო პროცედურებმა შეშფოთება გამოიწვია. სტატიის ავტორები სააკაშვილის მთავრობის მიერ გატარებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრობენ. რეფორმის თანახმად პრემიერ-მინისტრს მეტი ძალაუფლება გადაეცემა. აშკარაა, რომ ამ პოზიციის დაჭავებას იმედოვნებდა სააკაშვილი 2013 წლის ოქტომბერში, მაშინ, როდესაც მისი ფინალური საპრეზიდენტო ვადა ამოიწურებოდა, მაგრამ ახლა ივანიშვილისა და სააკაშვილს 1 წლის განმავლობაში თანაარსებობა მოუწევთ. სააკაშვილს საქართველოში იმისთვის აკრიტიკებდნენ, რომ მან ჭარბი ძალაუფლების აკუმულირება მოახდინა, ინარჩუნებდა მკაცრ კონტროლს ნაციონალურ ტელევიზიებზე. ადრილი ჰქონდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სხვა ფაქტებსაც. არჩევნების წინ გამოვჟონა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ სცემდნენ და ძალადობდნენ პატიმრებზე ციხის მცველები. ეს და სხვა სერიოზული ბრალდებანი უნდა გამოიწვიონ, მაგრამ სასამართლო უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ღიად. ხოლო თუ შედეგები უნდა განაპირობოს სათანადო სამართლებრივმა პროცედურებმა და არა ანგარიშწორებამ. ეს არის ამონარიდი საქართველოში აკრედიტებული ყოფილი ელჩების სტატიიდან, რომელიც New York Times-ში გამოქვეყნდა.